ერთხელ მამა ოლი თამაშობდა სახლში და ბევრი სათამაშოები ქონდა ოლის, ძალიან ბევრი სათამაშოები ქონდა. ბევრი ტეკეტა ქონდა, ბევრი მატარებლები ქონდა, ბევრი ბუთები ქონდა, ბუთიც ქონდა. ხო და მას ძალიან მოწონდა ერთი ლადო მანქანა. ხო და ძალიან ბევრს თამაშობდა ოლი ლადო მანქანაში. ხო და უცებ ელემენტები დაჯდა მამა. ხო და აღარ მიდიოდა პოლტი ეჭირა ხელში და აღარ მიდიოდა. მერე ოლი მივიდა დედასთან და კითხა, დედა, ლადო მანქანა აღარ მუშაობსო, გაფუჭდაო. ხო, დედამ უთხრა, ახალი ელემენტები უნდაო, უნდა წავიდეთ და მაღაზიაში და ვიყიდოთ ახალი ელემენტებიო. ხო და მოვიდა მამა მანქანით. მანქანაცია და გამოვიდა ოლი გარეთ და უთხრა მამა მაღაზიაში უნდა წავიდეთ ახალი ელემენტები ვიყიდოთო. მამამ უთხრა კარგიო და ჩაჯდნენ მანქანაში მამა. წავიდნენ მაღაზიაში მივიდნენ ხო და დაიწყეს ძებნა ახალი ელემენტების. და ოლიმ დაინახა კოცა შოკოტელი. ხო და დაიწყო ტირილი, კოცა შოკოტელი მინდა. ნუ სხვა გზა არ ქონათ დედას და მამას და უყიდეს კოცა შოკოტელი ოლის. და იქვეიდო ელემენტები მამა. წავიდნენ იყიდეს და რომ გამოვიდნენ იმიდან მაღაზიიდან ჩაჯდნენ მანქანაში და წავიდნენ სახლში. და სახლში რომ მივიდნენ მამა ეს ახალი ელემენტები ჩაალაგეს ლადო მანქანაში. და ოლიმ დაქუქა ახალი მანქანა, ლადო მანქანა. და დაიწყო თამაში მამა. მერე მას გაახსენდა რომ ელემენტების გარდა კოცა შოკოტელის ჰქონდა დაყიდი. და კოცა შოკოტელი შეჭამა. აღარ არის კოცა შოკოტელი მამა, სულ იმ შეჭამა.